თავდაცვის სამინისტრო 625 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავს ყიდის. სამინისტროს საავიაციო პარკში ეს პრაქტიკულად ერთადერთი მოიერიშე სამხედრო თვითმფრინავები იყო. მათი გაყიდვის მიზეზად შეიარაღებული ძალების საავიაციო პარკის განახლება სახელდება. სამინისტროში განმარტავენ, რომ რუსული სუები ამორტიზირებულია და გარემონტებას არ ექვემდებარება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უწყება მოიერიშეების ოფიციალურად გაყიდვის გადაწყვეტილებას იღებს. თუმცა 6 თვის წინ ირაკლი ალასანია საბჭოთა შუალმფრენების გაყიდვის და ნატოს სტანდარტებზე გადასვლის იდეითაც გამოვიდა. ამ დრომდე უცნობია ამ პროექტის მიმდინარეობის დინამიკა. აღნიშნული თანხა მოხმარდება საავიაციო პარკის განახლებას, ტექნიკის მოდერნიზაციას. გაყიდვის დრო დადგენილი არ არის დაგეგმარების პროცესში. გადაწყვეტილება იქნა მიღებული გამომდინარე იქიდან, რომ საფრენი აპარატები, აღნიშნული საფრენი აპარატები რამდენიმე წელია არის ექსპლუატაციის გარეშე. ბრიუსელში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერამდე ერთი კვირა რჩება. ქართული დელეგაციის წევრების ვინაობა ოფიციალურად არ სახელდება, თუმცა უკვე ნათელია, რომ მასში პრეზიდენტი არ შევა. ოფიციალურ დოკუმენტს ხელს პრემიერი მოაწერს. როგორც წესი, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას ის მინისტრებიც ესწრებიან, რომლებსაც მის აღსრულებაზე